Pirosmanis ქუჩაზე ხა კადრში თქვენ ჩემს უკან ხედავთ რომ საკმაოდ დიდი პერიმეტრი აქვს სამართალდამცავებს შემოსაზღვრული ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ ვთხოვ ოპერატორს გაჩვენოთ კადრში ზუსტად იმ ადგილზე სადაც გასროლა მოხდა ეს არის კაფე სადაც იჯდა როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია 31 წლის ახალგაზრდა მისი შვილის მამასთან ერთად სწორედ ამ დროს აი ამ ტროტუარზე რომელიც ეხლა პერიმეტრად შემოსაზღვრული აქვს სამართალდამცავებს ჩამოიარა მოპედით სავარაუდოდ 40 წლამდე მამაკაცმა, როგორც ამბობენ, რომელსაც პირბად ეკეთა და არსებული ინფორმაციით 10-მდე გასროლა განახორციელა დაჭრილი მამაკაცი ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა როგორც ჩვენ გვეუბნებიან საკმაოდ მძიმეა. დეტალებს ამ დროისთვის არ ადასტურებენ და არ საუბრობენ სამართალდამცავი ხედავთ მათ რაოდენობას აქ, მხოლოდ იმას გვეუბნებიან, როდესაც კითხვებს ვსვამთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება რომ აუცილებლად დაიჭერენ დამნაშავეს, თუმცა ჩვენი ინფორმაციით პოლიციას ამ დრომდე არ ყავს ეჭვმიტანილი და აქვე მინდა გითხრათ რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა. ბოლო 2 წლის განმავლობაში ბათუმში 6 ესე რომ ვთქვათ ძალიან გახმაურებული შემთხვევა იყო, როდესაც დღისით მზისით კაფესთან მჯდომი ახალგაზრდებიან სრულწლოვანი ადამიანები უბრალოდ ჩაცხრილეს და პოლიცია ყოველთვის ერთი და იმავეს პასუხობდა რომ კი ქალაქი რომელსაც ტურისტული ქალაქის სტატუსი აქვს და ოსკარიც კი აქვს მიღებული უსაფრთხოა და რომ ქუჩაში გადაადგილება შეიძლება, თუმცა ფაქტები სამწუხაროდ საწინააღმდეგოს მეტყოლებს, როგორც ხედავთ ახლა თქვენს კადრში, ჩემს უკან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ტურისტულად ასე ვთქვათ ტურისტული უბანი, სადაც ყველაზე მეტი ტურისტი გადაადგილდება და სწორედ აქ მოხდა სულ რაღაც 1 საათის წინ 10-მდე გასროლა როგორც გითხარით, მამაკაცი მეგობართან ერთად, მეგობრის მამასთან ერთად კაფეში ყავას მიირთმევდა. სროლის ხმა გავიგე. მე არ ამდგარ. სროლა იყო დაახლოებით. ძალიან ბევრი, მაგრამ მე არ ამდგარ ვარ აქედან და არაფერი არ დამინახავს. და აქ ცხოვრობს ის ბიჭი თუ იცით? არ ვიცი არაფერი. მანამდე დაგინახავთ. სულ არ ვიცი ვინა, არაფერი არ ვიცი საერთოდ. დამნაშავე მოტოციკლეტით იყო როგორც გითხარით. არ ვიცი, მე არ დამინახავს. კი ბატონო, მობრძანით. ადამიანები დადიან მოპედით ქუჩაში. იარაღით ისვრიან. დიახ, მობრძანით. დიახ, პასუხია. აი აქ დაელოდეთ ამის შიგნით არ შეიძლება. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და საგამოძიებო მოქმედების დასრულებას უნდა დაელოდეთ. თქვენ სად იყავით იმ დროს, როდესაც შეიარაღებული ადამიანი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს შემთხვევის ადგილზე, უნდა დაველოდოთ საგამოძიებო მოქმედების დასრულება. მე რამდენი შემთხვევა ბათუმში დღისით მზისით ადამიანები შეიარაღებულები რო დადიან და ასე პირდაპირ ისვრენ, ხომ შეიძლება რომ აქ სხვა ყველა დამნაშავეს დაეკისრება კამით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. ზალ ადგილი იყო აღსანიშნავია ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალიც ადგილი სადაც გასროლა მოხდა დღისით მზისით ადამიანი ჩაცხრილეს მდებარეობს პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობიდან დაახლოებით 300 მეტრში ამავე შენობაში განთავსებული ასევე საპატრულო პოლიცია და მიმდებარე ტერიტორიაზე არის პოლიციის რამდენიმე განყოფილება მათ შორის აქ არის ბულვარის ტერიტორია რომელსაც ასევე ბულვარის პოლიცია ესე ვთქვათ აკონტროლებს თუმცა შემთხვევა მოხდა როგორც გითხარით რამდენიმე მეტრში 300 მეტრში პოლიციის შენობებიდან და ამ დრომდე პოლიციას ეჭვმიტანილი დადგენილი არ ყავს.